მაშინ პირველი საკითხი ბატონო რა ერთ-ერთი პრიორიტეტი მაინც შევა საქართველოში. თავმჯდომარესთან შეხვედრაზეც დამშვიდეს. შემდეგ გამოსავალი თქვენმა დეპარტამენტმა. თქვენ შემოიძახეთ, აი არ არის ესეთი ნახსენები, რომ მოთვის ამოგერათ, რომ დავალდებოდოთ გასცეთ. ეს გეგელიძეებში %% შედება სასტუმროში. ჩვენ მოვითხოვთ, ჩემი ინიციატივა იყო, რომ გაგრძელდეს ვადა და პასუხი გაეცეს მოქალაქეს დადებითი თუ არ ყოფითი დაავალდებულო ნებისმიერი ორგანო, რომ პასუხი გაეცეს მომჩივანს. არის ასეთი წინადადება, რომ საერთოდ უნდა ამოღებული იყოს მეორე პუნქტი. ის პუნქტი, სადაც უარის პასუხის არ მიღების დროს უარის ნიშნავს. განხილვის პროცესია და ვნახოთ, როგორ გადაწყდება. იმდენად წელს დაგეგმილი იყო ღონისძიებები სარეკლამო კამპანიების კუთხით, აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით, რომელიც განხორციელდა გეგმის მიხედვით და როგორც ნახეთ, უმაღლეს საბჭოში დღეს მოხდა ანგარიშის წარდგენა და დადებითად შეაფასეს